როგორც მოსალოდნელი იყო წინადადებები, რომლებიც ჩაიტანა სტივ ვიტკოფმა პრეზიდენტ პუტინთან, ანუ მოსკოვის შეხვედრა უნაყოფო აღმოჩნდა, ანუ ნაყოფიერი, სულაც არ აღმოჩნდა პუტინმა, ზოგადად რუსეთმა არ მიიღო ის შეთავაზებები, ის წინადადებები, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ერთობლივად შესთავაზეს. იური უშაკოვი ამბობს, კომპრომისები ჯერ ნაპოვნი არ არის და რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრა ამ დროისთვის არ იგეგმებაო, ანუ აღარ გაგრძელდება უმაღლეს დონეზე, სულაც არ გაგრძელდება ეს შეთანხმებებიო. პუტინმა უშაკოვის თქმით განაცხადა, რომ მოსკოვის შესაძლოა, ნახეთ, დათანხმდეს შეერთებული შტატების გეგმის ზოგიერთ ელემენტს, ეს ისიც თქვენ რომ 19-20 პუნქტიანი შეთავაზება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთი პუნქტი რუსული მხრიდან, რუსეთის მხრიდან კლავაც იწვევს კრიტიკას და რა პუნქტებია ეს? პირველ ყოვლისა ამაზე ვისაუბროთ, რა საკვირველია კლავ და კლავ ეს ყბადაღებული, ეგრეთ წოდებული SVO, ანუ სპეციალური სამხედრო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რუსეთი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული იმით, რომ უკრაინამ დათმოს პირველ ყოვლისა დონბასის ის ნაწილი, რომელსაც ჯერაც აკონტროლებს, ეს არის დაახლოებით 25, 27, 30% და შეერთებულმა შტატებმა აღიაროს დასავლეთმა ზოგადად de facto თუნდაც აღიაროს, რომ ეს ტერიტორიები არის ეს 5 რეგიონი უკრაინისა არის რუსეთის შემადგენლობაში. კვლავ გავიხსენოთ, ეს არის დონეცკის, ეს არის ლუხანსკის ოლქები, ეს არის ყირიმი, რა საკვირველია, ეს არის ზაპოროჟიე და ეს არის ხერსონი. ხერსონთან და ზაპოროჟიესთან მიმართებაში რუსეთი პრინციპში იმაზეც კი არ არის თანახმა, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ შეიძლება შეგხვდეს ამგვარი კომენტარები რუსეთის წარმომადგენლებისა, რომ არსებული მდგომარეობით დაშორიშორდნენ მხარეები, უკრაინისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები, აქ შეიქმნას ბუფერული ზონა, თლიანი ხერსონი უნდა, თლიანი ზაპოროჟიე უნდა და მხოლოდ ამის შემდეგ თუ მოაწერს ხელს კი არა დასთანხმდება შეერთებული შტატების ნებისმიერ წინადადებებს რუსეთის ფედერაცია ოღონდ. ოღონდ ამბავის ის არის, რომ არა თუ ხერსონსა და ზაპოროჟიეს მთლიანად, არამედ დონბასის იმ ნაწილსაც, რომელსაც აკონტროლებს, აქ იგითხარით 25, 27, 30% ჯერაც აკონტროლებს უკრაინა, რა საკვირველია მას რუსეთს არავინ დაუთმობს, დამოუკიდებლად იმისა, რამდენ ადამიანს შეახოცავს რუსეთი 2, 3, 4, 5 დასახლებულ პუნქტს, დამოუკიდებლად იმისა, რამდენად წაიწევს ის წინ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასე მაგალითად ზამთრის ან ადრეული გაზაფხულის, ან თუნდაც გვიანი გაზაფხულის პირობებში და პერიოდში, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ხსენებულ 4, 5, 6 სულ მაქსიმუმ 7 დასახლებულ პუნქტს რუსეთი დონბასის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს რუსეთი უტევს უკვე სულ მინიმუმ გეტყვით წელიწად ნახევარია, რეალურად 2 წელიწადია და იქნებ ვინიც ის იქნებ მეტიც არის, მაგრამ კუსნაბიჯებით მიიწევს წინ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ხანდახან გავბედავ და ვიტყვი, ასე მოსდის ხოლმე შეცდომა და პრეზიდენტ ტრამპს ალბათ არასწორი ინფორმაცია, არასწორი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აქვს ხოლმე ასეთი შეფასება, რომ რუსეთი წინ წაიწევს და ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს უკრაინას დათმობა, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მოდი ერთ წამს წარმოვიდგინოთ, რომ მიზეზთა გამო და უკრაინას მართლა ძალიან უჭირს ფრონტის ხაზზე უჭირს შეიარაღების თვალსაჩინით ნაკლებად, თუმცა აქაც, მაგრამ პირველ ყოვლისა ცოცხალი ძალის თვალსაზრისით მიმართებით უჭირს. წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო უკრაინისათვის მეტად ამაზიანებელი და ცუდი გადაწყვეტილება და თქვა, რომ ოკეი, ჩვენ გავდივართ დონბასიდან, ოკეი, ჩვენ თანახმავართ იმ რუსულ პირობებზე, რომლებსაც გვიკეთებს რა შეთავაზებას აკეთებს მოსკოვი, პუტინი, უშუალოდ მისი ამ ფსონები, მისი წარმომადგენლები სხვადასხვა დონეზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არასწორი, ეს სტრატეგიულად ცდარი, არასწორი
უკრაინისთვის დანაშაულებრივი, ასე ვიტყოდი, უფრო მკაცრიც რომ ვიყო, ეს გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ შემთხვევაში რა ხდება? ჩერდება კი ამის შემდეგ რუსეთი, ეს კითხვა დავსვათ ევროპელები ამბობენ, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ან თუ იოტისოდენად მაინც დაუთმობთ ჩვენ რუსეთს რამეს ტერიტორიას სტრატეგიულ საკითხში დავთმობთ, სტრატეგიულ საკითხებში დავთმობთ, ამ შემთხვევაში რუსეთი გაგიკვირდება და მაინც არ ჩერდება, ჯერ ეგერთი ამ 5-6, მაქსიმუმ 7 დასახლებული პუნქტიდან ის მას გზა ეხსნება უშუალოდ ზაპოროჟიესაკენ, დნეპროპეტროვსკისაკენ, ხარკოვისაკენ, ანუ თუ თეორიულად დათმობს დონბასის ამ ნაწილს უკრაინა, რუსეთი ეგ გამაგრდება, თავისინებით რომ გავიდეს უკრაინა, გამაგრდება ამ დონბასის ტერიტორიაზე, გამხარდება და გამაგრდება და უკვე დაგეგმავს თუნდაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შეტევებს დნეპროპეტროვსკზე, შეტევებს ზაპოროჟიეზე, შეტევებს ხარკოვის მიმართულებით და გაგიკვირდებათ და ოდესის მიმართულებითაც კი ალბათ არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც პუტინმა პრინციპში ღიად თქვა, რომ თუ უკრაინა არ დათმობს, ამ შემთხვევაში მას მოუწევს მეტის დათმობა და განსაკუთრებით შავი ზღვის მიმართულებითო, შავი ზღვის ქალაქი ოდესა და ის ნაწილი, რომელსაც აკონტროლებს უკრაინა შავ ზღვაზე, მისთვის რასაკვირველია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დისკუსია ფოკუსირებული იყო შეერთებული შტატების გეგმის არსზე, კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ვიდრე კონკრეტულ წინადადებებზეო, ამას ამბობს ხსენებული ვიტკოფი და უკაცრავად უშაკოვი და ვიტკოფის იმ ჩატანილ გეგმას გულისხმობს, მაგრამ ასევე ამბობს ძალიან საინტერესო ერთ წინადადებას, მოსკოვმა მიიღო 4 დამატებითი დოკუმენტი ტრამპის მიერ უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად შეთავაზებული თავდაპირველი 28 პუნქტიანი გეგმის გარდა, ალბათ აქ გარდა არასწორი თარგმანია, ალბათ უნდა იყოს ნაცვლად, იმიტომ რომ 28 პუნქტიანი გეგმა, როგორც ასეთი, ყოველ შემთხვევაში ასეა გავრცელებული მედიაში და ასეც უნდა იყოს, 28 პუნქტიანი გეგმა გადახეულია არ ჩაუტანი არავის 28 პუნქტიან რაზე და 28 პუნქტიან გეგმაზე უკრაინელთა თანხმობა არ არის. მნიშვნელოვანი სამუშაოა წინ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ესეც უშაკოვია. რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ არ გაამჟღავნონ მოლაპარაკების შინაარსი, ხარება გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ ლეთობლივ მოკლედ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გასაგები უფრო მნიშვნელოვანი და გასაგები არის ის, რომ რუსეთი არაზდიდებით არასრულებს ამ კონფლიქტს, მათ შორის იმიტომ და ეს არ არის ჩემი ექსკლუზივი თუ ჩემი პერსონალურად ჩემი მოსაზრება მხოლოდ, მათ შორის იმიტომ რომ პუტინს აფრთხობს ის შეიარაღებული ძალები, მისივე ბანდიტები, რომლებიც თავადვე შექმნა, გამოყვება, გააძლიერა, გაამბიციურა, რომლებიც მეორე მხრივ ომი რომ დამთავრდეს მართლა დღეის მდგომარეობით თუნდაც რომლებიც მოუტრიალდებიან და ეტყვიან რომ კი, მაგრამ SVO-ს ფარგლებში ეს არის დენაციფიკაცია, ანუ დებანდერიზაცია, დემილიტარიზაცია და ვერ არის მიღწეული დემილიტარიზაცია, იმიტომ რომ უკრაინა იცით თქვენ რომ შეუდარებლად სუსტი იყო, ვიდრე 2022 წლის 24 თებერვლამდე, ახლა კი კმილებამდე შეიარაღებული 1,100,000 კაციანი შეიარაღებულ ძალებს ფლობს უკრაინა, ანუ ყველაზე ძლიერ შეიარაღებულ ძალებს რაოდენობრივადაც და ბრძოლაში ომში გამოწვრთნის გათვალისწინებით ევროპის კონტინენტზე რუსეთმა მიიღო უხეშად ვიტყვი ცხადია 1,000,000 ბანდერა მეზობელ სახელმწიფოში და ეს მიზანი ფიზიკურად ვერ იქნება მიღწეული, ანუ დემილიტარიზაციის ან დენაციფიკაციის ორივე ერთად და ეს ჯარისკაცები, ბანდიტები პუტინისა, გასაკვირველია მიადგებიან გამომშეულნი გაუბედურებულნი უკვე ომის შესაძლო დამთავრების ან თეორიულად დამთავრების შემთხვევაში და კითხავენ რომ ამისთვის ვიბრძოლეთ, ამისთვის ჩავაწვიდეთ ჩვენი მეზობელი ძმა, ოჯახის წევრი, ბიძაშვილი, მეგობარი, მიწაში სადღაც მიგდებული, დაუმარხავი, იმიტომ არის რომ შენ რუსეთისათვის ამ კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე მოგეწერა ხელი ისე რომ ვერც შეასრულე ის ამოცანები დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, პუტინმა დატოსთან დაკავშირებითაც საბოლოო ჩანაწერი, საბოლოო მყარი გარანტია რომ უკრაინა არ შევა ნატოში არ არსებობს და რომც არ შევიდეს უკრაინას აძლევენ რაღაცა უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც ნატოს მეხუთე მუხლის ტოლფასია, სწორია.
ამდენად რუსი ჯარისკაცი ესე კომპრომისზე წასულ პუტინს რასაკვირველია ვერ შეეგუება, ვერ აპატიებს და გარკვეულზე მაღალი ალბათობით მოსკოვსაც მიადგება არა მაინც და მაინც ხიშტითა და ავტომატით მეთქი ამას არ ვამბობ, მაგრამ შიდა რყევები რუსეთში რასაკვირველია იქნება და ამ შიდა რყევების შედეგად ხელისუფლების პუტინის უფრო ზუსტი რომ იყო ტახტიც რასაკვირველია შეირყევა მათ შორის იმიტომ რომ იმავე კრემლში არიან პირები რომლებიც პუტინზე უარესი როგორ შეიძლება ვინმე წარმოიდგინო მაგრამ რომლებიც მეტი და მეტი გადაძაბვის მომხრენი არიან მათ შორის ისინი ვინც პუტინს კარნახობენ რომ პუტინმა იერიში თუნდაც საჰაერო მიიტანოს ევროპის განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთ ფლანგის ვარშავის ჩათვლით და პირველ ყოვლისა ალბათ ვარშავის მიმართულებით და უთხრანამით და უმტკიცონამით ევროპას რომ ეს ევროპა რომელიც მეტი მილიტარიზაციის მეტი გადაძაბვის უკრაინისათვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენის მომხრეა ეს ევროპა დაისჯება ეყოფა თუ არა ძალა 7-8 ბალისტიკური რაკეტა რომ ჩამოვაგდოს ან 14-ჯერ 18-ჯერ რომ გადაუფრინოს ვარშავასა თუ ბერლინს ეყოფა, მაგრამ გარანტი ეყოფა რუსეთს ამის ძალა, ანუ სახმელეთო ოპერაცია რომ არ აწარმოოს და ესე ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტებით შეუტიოს ევროპის კონტინენტს მის აღმოსავლეთ ფრანგს, ამის ძალა რუსეთს რასაკვირველია ეყოფა, მაგრამ კითხვა ასეთია, განა არსებობს კი გარანტია, რომ ბრიტანელები, გერმანელები, პოლონელები, სხვები, ფრანგები, იტალიელები, ეს მაინც სამხრეთის ქვეყნები ვახსენე ხო ესპანეთის თურქებად მივათვალოთ, მაგრამ განსაკუთრებით ესე ცენტრალური და ჩრდილო ევროპის სახელმწიფოები, ფინელები, ასე მაგალითად არ ჩამოაგდებენ რომელიღაც ეტაპზე იმ ფრინავ საშუალებებს, რომლებიც გადაიფრენს მათ თავზე ბალისტიკურ რაკეტებსაც და განსაკუთრებით თქვათ ავიაციას თუ გამოიყენებს რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გამოიყენებს თუ არაო ბევრი თქვენგანი იკითხავს მე გულახდილად გეტყვი ცხადი არ ვიცი უმომ პუტინა ნეპანიაც ანუ ვერ გაიგებ მის ხვეულებში რა მდგომარეობაა და რას ფიქრობს მაგრამ რომ განიხილავს რუსეთი ევროპაზე შეტევასაც იმის გათვალისწინებით თუ ევროპა გააგრძელებს ამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და უკრაინის მილიტარიზაციას შეიარაღებას და ამ სამხედრო საომარ რიტორიკას ეს კი ფაქტია პუტინი რასაკვირველია ამ ვარიანტსაც განიხილავს ასე უნდა ვთქვა თქვენის ნებართვით სასოწარკვეთილი მაგრამ არის კი სასოწარკვეთილი მეორე მხრივ პრეზიდენტი პუტინი ვიდრე შეერთებულ შტატებში არ მიიღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას რუსეთის არამხოლოდ სტრატეგიული არამედ ტაქტიკურ დონეზე დამარცხების თაობაზეც ხო ტაქტიკურ დონეზე დამარცხება სულაც არ არის მეორე ხარისხოვანი ვიდრე ვაშინგტონი არ მიიღებს ტრამპის ვაშინგტონი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მანამდე რუსეთს არ მინდა ვთქვა რომ ის თავი ქუდში აქვს მეთქი გულხელ დაკრეფილია მეთქი მაგრამ რუსეთის შესანიშნავად ხდება რომ ევროპა და უკრაინა ერთგვარად ფრთა შეკვეცილნი არიან. ამიტომ ეს ომი მიმდინარეობს, გაგრძელდება უკრაინაში ომი, გაგრძელდება გაბოფიტვაზე რუსები წაიწევენ მაქსიმუმ ყუს ნაბიჯებით თუ არა, მოკლედ ძალიან ნელი ნაბიჯებით წინ რასაკვირველია, მაგრამ ასეთ უზარმაზარი მასშტაბის გამარჯვებას ისინი რასაკვირველია ვერ მიაღწევენ პერიოდულად. ჩვენ მოგეშლება ხოლმე ნერვები იმაზე, რას ამბობს ვიტკოფი, რას ამბობს რომელიმე სხვა წარმომადგენელი შეერთებული შტატებისა პრეზიდენტ ტრამპის ჩათვლით რუბიოს გარდა, მაგრამ ერთია განცხადებები და მეორეა ფრონტზე არსებული მდგომარეობა, რომელიც რასაკვირველია უმჯობესია რომ იყოს უკეთესი, უმჯობესია რომ სურვილის დონეზე რო ვილაპარაკოთ, უმჯობესია რომ უკრაინა სულაც არ იცავდეს თავს და გადადიოდეს შეტევაზე და ან თავისუფლებდეს მისივე ტერიტორიებს, მაგრამ სამწუხარო რეალობა მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ ზამთრის პერიოდში სულ მინიმუმ ასეთი არის და ასეთი იქნება ამ ზამთარი დაიწყო, რომ უკრაინა იქნება თავდაცვით რეჟიმში, მას ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული და განსაკუთრებით თქვათ ენერგეტიკის თვალსაზრისით ხო პრობლემები აქვს და მრავალ ფრონტალური მათ შორის დიპლომატიურ ფრონტზეც რასაკვირველია და კორუფციაც ხა გასახსენებელია აქ ამ ამბავში, მაგრამ კორუფციის კუთხითაც ძიმე მდგომარეობაშია. პუტინისა და კუშნერის მოლაპარაკება დასრულდა.
ასე გამოეხმაურა მას დმიტრიევი, ეს ვიტკოფის მაგაცი კაცი, პროდუქტიული შეხვედრა იყო და აგვარია ეს ვიტკოფმა დაურეკა უკვე დაუკავშირდა ეს უკანასკნელი უკვე პრეზიდენტ ტრამპს და მოახსენა რა? მოახსენა რომ რუსეთი საბოლოო ჯამში ყაბულ არაფერზე არაა და ტრამპი რომელიც რას ამბობს იცით, მე გეტყვით რას ამბობს ახლა თუ მივაგენი ამ ინფორმაციას, ესე იგი ეს არის გაკეთებული განცხადება ვენესუელაზე, ბოდიში მივაგნებ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ სადღაც იყო და არ მინდა რომ გამეპაროს. ესე იგი ხო, ბოდიში აბასობაში NBC-ს ინფორმაციას გავიმეოროთ, დონბასის მთელი ტერიტორიის დათმობა, მათ შორის არაოკუპირებული ნაწილის უკრაინის შეერაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა, კარგია რომ გამახსენდა ეს ყველაფერი, ანუ პუტინი ითხოვს რომ უნდა შემცირდეს უკრაინის შეერაღებული ძალები და ამერიკულ-უკრაინულ ვარიანტში 800,000-მდე იყო დაყვანილი 1,100,000-იანი, 1,200,000-იანი შეერაღებული ძალების რიცხოვნობა და ამაზეც თანახმა არ არის პუტინი, ანუ კვლავ ვიმეორებ, რომ მან მიიღო უაღრესად მილიტარისტული დათანხმდეს 765,000-ზე, უკრაინა პირობითად 700,000-ზე უაღრესად მილიტარისტული სახელმწიფო მიიღო გაგვერძე და ეხლა ნახეთ რაზე ხო და აქ უღაი გამახსენდა კი რა მივაგენი ტრამპის იმ განცხადებას. ტრამპს გუშინ თქვა შემდეგი, ტრამპი არის მოკლედ მარტივად რომ ვილაპარაკოთ, კარგი ის ნავიხმაროთ, მოწადინებული, კულტურულები უნდა ვიყოთ ხშირად, მოწადინებული რომ როგორმე მიიღოს ნობელის პრემია. ის ამბობს რომ 8 მე ვერ მოვითვალე 8 ომის იმართლე გითხართ, მაგრამ კარგით ეს ჩემი შეცნობაა მაღალი ალბათობით 8 ომი დავასრულე და უკრაინა-რუსეთის ომი იქნება მე-9 თუ მას დავასრულებო, მაგრამ ამავდროულად ამბობს რომ ყოველ ჯერზე, როდესაც შემდეგ ომს ვასრულებდი, ჩემთვის ნობელის პრემია უნდა მოეცათო. ახლა ამბობენ თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომს დაასრულებს ნობელის პრემიას მიიღებსო. რაც შეეხება სხვა ომებს, რომლებიც დავასრულე, მე მშვიდობის დარგში პრემია ყველა ომის დასრულებისთვის უნდა მივიღო, მაგრამ არ მინდა რომ ხარბი ვიყო. ოღონდ სამწუხაროდ ტრამპის ჯერჯერობით არ მიუღია 2024 წლის ნომინაცია, იცით თქვენ რომ დასრულდა, გასული წლის მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერშიც ახლა საბოლოოდ დასრულდება და ტრამპს ნობელის პრემია არ მიუღია. ახლა შეეხება 25 წლის დაჯილდოებას, ეს ყველაფერი 26 წელსში ხდება მისი ნომინირება, მისი კი არა მათი ნომინირება, სხვადასხვა დარგში. ნობელის პრემიის ლაურეატებისა კი არა, კანდიდატებისა, ვინც შეიძლება მიიღოს ეს ნობელის პრემია, მაგრამ ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის დედლაინი არის, თუ არ ვწდები და არ ვწდები, იანვრის ბოლო 25 იანვრამდე უნდა იყოს წარდგენილი პრეზიდენტი ტრამპი ნობელის პრემიაზე და რომც იყოს წარდგენილი, თუ 25 იანვრამდე არ მოხდა, მეცაც გეტყვით, თუ მიმდინარე წლის ბოლომდე არ დასრულდა ან ქაღალდზე არ დასრულდა ომი უკრაინაში, ტრამპს ნობელის პრემიას 26 წლის მიწურულს არ გადასცემენ, განსხვავებით ობამასაგან, რომელსაც ჩემი ღრმარწმენით ნობელის პრემია არ ეკუთვნოდა. რატო ვახსენე ობამა? იმიტომ ვახსენე, რომ ტრამპს აქვს არა მხოლოდ დიდი მწველი სურვილი რომ დაამარცხოს ომის დამწყები ბჭყალებში ბაიდენი, არამედ გაეჯიბროს სხვა პრეზიდენტებსაც, კლინტონს, იცით თქვენ, ობამას, ეს დემოკრატებს ვახსენებ, ბაიდენი დაამარცხებულია, ჯორჯ ბუშსაც, უმცროსაც გადასწრდება ხოლმე და ვინც ის უფროსსაც კი გადასწრდება ხოლმე, მაგრამ დონალდი ჯერჯერობით ასე ღიად ყოველ შემთხვევაში ვერ უტევს რონალდ რეიგანს 1999 წლის იანვრის 20-დან ვინც დატოვა ოვალური კაბინეტი და ვინც უზარმაზარი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დანგრევაში. დონალდი ვერაა რონალდი და თუ უნდა რომ დონალდს თუ უნდა რომ გახდეს რონალდი, ანუ ამ მასშტაბის პოლიტიკოსი, მან უნდა შეუწყოს ხელი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფოს რუსეთის პირდაპირ მნიშვნელობით დეზინტეგრაცია დანგრევას თან ისე რთული ამოცანა არ ვკამათობ, რომ ამ უკანასკნელმა, რომელიც კუთს იქნებს, პუტინის რუსეთმა
კუდები არ მოიქნიოს უფრო, ანუ არ ისროლოს ბირთვული ბომბი, რასაც კაცობრიობა იმედი მაქვს ასწდება, აი რასაც ვერ ასწდება კაცობრიობა, აგიკვირდებათ და ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის ეს მესამე მსოფლიო ომი, რომელშიც რუსეთი ჩინეთის იმედად უნდა იყოს მეთქი, ან ინდოეთისა და ჩინეთის იმედად უნდა იყოს მეთქი, ეს რო ვთქვა, ცოტა ხმა მაღალი განცხადება გამომივა. რუსეთის იმპერია ბოლო დღეებს რასაკვირველია არა, მაგრამ ამ ფორმით რუსეთის იმპერია და ზოგადად რუსეთის იმპერია ჩემი ხმარწმენით ბოლო წლებს ნამდვილად ითვლის და ეხლა კითხვა რამდენად ტკივნეული იქნება მის მიერ მოქნეული კუდი დანარჩენი კაცობრიობისათვის, მათ შორის ჩვენთვის უკვე მტკივნეულია ბიზი და დაგვასვარა თავზე, მაგრამ კიდევ შეიძლება უფრო მტკივნეული იყოს, აღმოჩნდეს, გააჩნია სადამდეა წასული შლეგი პუტინის, აქაური შლეგუკა ბიზინა ივანიშვილი. უკრაინაში კი ომი გრძელდება. როგორ თქვა ახლა, მაგრამ კიდევ რამდენიმე წელიწადი გაგრძელდება და უკრაინა არ და ვერ დამარცხდება. ნახვამდის. ჩვენც არ დავმარცხდებით, პარემ ვიტყვი ამასაც. იმედიანად რომ იყოთ სულ მინიმუმ დღევანდელ დღეს. ნახვამდის.